მოგესალმებით, გამჩენის წყალობით ვაგრძელებთ შაბათის არახების შესწავლას. სანამ დავიწყებთ გაკვეთილს, იყო ბევრი თხოვნა, ყოფილიყო საშუალება მიუძღვნათ, ასე ვთქვათ, გაკვეთილები სხვადასხვა დანიშნულებით იგივე შამის მოსამაღლებლად, ლეავდილ, რეფუაშელემაზე და წარმატებას და ასე შემდეგ. იყო თხოვნა თუ როგორ მოგმართონ, შეგიძლიათ პირდაპირ მოგწეროთ ნომერზე, ისრაელის ნომერზე, WhatsApp-ზე 972 53 53 455 ბეზრათ ჰაშემ შეგიძლიათ დაგვიტოვოთ შეტყობინება და ბეზრათ ჰაშემ შემდეგი გაკვეთილები შეიძლება თქვენი სრულ მისამრებ, ასე ვთქვათ, მიუძღვნათ და დანიშნულება მივცეთ. ჩვენი თემა იქნება შემდეგი თემა, წინა თემა გავჩერდით ჩვენ შაბათის კიდუშის თემაზე, თუ როგორ უნდა გავუკეთებინა კიდუში და მის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. შემდეგი თემა არის თვითონ შაბათის სეუდები. როგორც ვიცით, თორიდან ჩვენ გვაქვს მიცვა შაბათის დაწყებიდან შაბათის გაბრძანებამდე სამი სეუდა გავაკეთებთ ყველაზე ცოტა. მიცვა გვაქვს ჩვენ სამი სეუდა, ამდენიც სულს ადამიანს შეუძლია გააკეთოს, მაგრამ ყველაზე მინიმალური არის სამი სეუდა და სამივეს აქვს თავისი დრო. და ის იმაზეც ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ბევრ ადამიანს ეშლება და გონია, რომ ასე ვთქვათ, რადგანაც საღამოს კიდუში არის თორიდან და დილით არის რაბების მიერ დადგენილი, შეიძლება იყოს სეუდებიც ეგრე, რომ საღამოს პარასკევს საღამოს არის თორიდან და შაბათ დილით და მესამე სეუდა არის რაბების მიერ დადგენილი. არა, მაგასთან დაკავშირებით არის პასუხი, რომ ყველა სამივე სეუდა, რაც არის შაბათთან დაკავშირებით, სამივე არის მიცვა თორიდან. საიდან ვსწავლობთ თვითონ შაბათის სეუდის მიცვას, რომ უნდა მივირთვეთ სამი სეუდა და საიდან ვსწავლობთ ზოგადად სეუდას და მით უმეტეს რაოდენობას. როგორც ვიცით, ჩვენ ეგვიპტიდან რომ გამოვედით, გამჩენმა მოგცა საჭმელად მან. ბევრი ახსნა აქვს თუ როგორ მოიხსენებს თორა მან, ზოგადად არის რა ციდან საჭმელი. მინა შამაიმ არის ეგრეთ თარგმნება არაბების მიერ. კაცობრიობამ, ანუ ებრაელებმა დაარქვეს ზეციური საჭმელი, ასე ვთქვათ, ამოუცნობი საჭმელი. ბევრი დანიშნულება, ბევრი სახელები დაარქვეს, ასე ვთქვათ, ებრაელებმა, ზოგმა როგორ, სხვადასხვა კომენტარებიც ხსნიან სხვადასხვანაირად. ასე თუ ისე, ჩვენ გამჩენმა მოგცა საჭმელად მან, რომელიც ძალიან, ასე ვთქვათ, განსხვავებული იყო, ჩვეულებრივი საჭმელი არ იყო, რადგანაც იყო ერთი ფორმის, ასე ვთქვათ, ერთი ფორმა ჰქონდა, როგორც რაბები ეს იყო თეთრი ფერის, გავდა დაახლოებით, შეიძლება ვთქვათ, როგორც ბრინჯი ავიღოთ, ასე იღებდნენ ადამიანებს, ვთქვათ, და ჭამდნენ. შეიძლება ბევრი ზუსტი ფორმა, ასე ვთქვათ, დაახლოებით ფორმა ეგეთი იყო. და ჩამოდიოდა შამაიმიდან, რა თქმა უნდა, რაოდენობის მიხედვით, ვის რამდენი სჭირდებოდა, პატარა იყო, ცოტა ჩამოდიოდა ადამიანისთვის, დიდი იყო, უფრო დიდი, ასე ვთქვათ, პორცია ჩამოდიოდა და წერია, რომ ყოველ დღე ღებულობდა ისრაელის ერი ხელახლა მანს. არ იყო, რომ ერთი კვირის რაოდენობა ერთად ჩამოდიოდა, ან ერთი თვის, არა, ყოველ დღე ჩამოდიოდა ხელახლა. იქ სხვადასხვა მიზეზები აქვს მაგას. ერთ-ერთი როგორც მოხსენებული თორაში, რომ ყოველ დღე ელოცათ ისრაელის შვილის რომ ხვალე მიიღო მანა, რომ ასე ვთქვათ, ყოველ დღე ქონოდა გამჩენთან კავშირი და არის კიდე ბევრი ასე ვთქვათ ახსნები, რატო ყოველდღიურად და არა რაღაც რაოდენობით. ასე თუ ისე ყველა ისრაელის ღებულობდა ყოველ დღე თავის პორციას, ერთი დღის პორციას, ამდენიც უნდა მიერთვა, მაგრამ როდესაც მივიდა თემა იმასთან დაკავშირებით, რომ გითხრა გამჩენმა შაბათს არ იქნება, არ ჩამოვა მან, რადგანაც იყო ერთ-ერთი მიზეზი გვაქვს ჩვენ თორაში, რომ არ შეიძლება ქუჩაში გადავიტანოთ რამე, თუ არ არის ირუი.
ხო იროვის თემა ასე ვთქვათ ბეზათში გავიგეთ ანუ ეს არის როცა შემორტყმული აქ ასე ვთქვათ გალავანი კედლებით ასე ვთქვათ ქალაქს და თითქოს ერთ ქალაქად ითვლება ან უბანზე აკეთებენ იროს მაგას თავის წესები აქვს როგორ უნდა გაკეთდეს ასე თუ ისე თუ რაბების მიერ არ არის გაკეთებული ასე ვთქვათ შეკრული ასე ვთქვათ უბანი ან ქალაქი და ასე შემდეგ მან გადატანა არ შეიძლება ნუ ეს უდაბნოში რა თქმა უნდა რომ არ იყო შესაბამისად გამჩიმა თქვა რა რომ მანს ქუჩიდან თქვენ კარავებში ვერ შეიტანთ შესაბამისად რა იყო გამჩენმა მოხდა 2 დღის პორცია პარასკევ დღეს ანუ პირველი რომ პარასკევს თვითონ პარასკევს გვეჭა მათელი დღე შაბათამდე და მეორე პორცია იყო თვითონ შაბათისთვის მაგრამ რაც შეეხება შაბათის თემას როცა გვაძლევდა გამჩენი მანს წერია 3ჯერ მაგ თემაში შეიძლება თორას დაეწერა ერთხელ რომ აიღეთ შაბათისთვის ცალკე პორცია მაგრამ არა მაგ თემაში მაგ მონაკვეთში 3ჯერ უბრუნდება თემას თორა აიღეთ შაბათისთვის პორცია აიღეთ შაბათისთვის პორცია აიღეთ შაბათისთვის პორცია აქედან რაბებმა დაასკვნეს გამოიტანეს ალახა რომ 3 მიმართულებით გველაპარაკება თორა რაღაცასთან დაკავშირებით და დაადგინეს რომ შაბათთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს რა ყველაზე მინიმუმ 3 სეუდის გაკეთების მიცვა და 3-ვე თორიდან არის რაც შეეხება როგორც ვახსენეთ ყველას თავისი დრო აქვს პირველი სეუდის დრო არის შაბათის შემობრძანებიდან გათენებამდე სანამ შაბათი დღე გათენდებოდეს თუ თქვა ადამიანმა რაღაც მიზეზების გამო დააგვიანა და როგორც შემობრძანდა შაბათი ვერ მიირთვა სეუდა ქონდა რაღაც პრობლემები თქვა რაღაც შეუძლოთ იყო და თქვა 2-3 საათის შემდეგ შეუძლია ხა მიირთვა სეუდა შეუძლია გათენებამდე შეასრულოს მიცვა დაღამებიდან გათენებამდე პირველი სეუდის მიცვა როდესაც მოესურვება კარგია რა თქმა უნდა როგორც ვახსენეთ კიდუშთან დაკავშირებითაც რომ შემობრძანდება შაბათი თუ არა ეგრევე მიირთვა პირველი სეუდა მაგრამ ასე თქვა დრო არის ხო ადამიანს როდესაც შეუძლია მაშინ შეუძლია შეასრულოს რაც უფრო მალე მით უკეთეს ეს პირველი სეუდა მეორე სეუდის დრო არის გათენებიდან ანუ როცა ჩვენ გამოვილოცავთ მანდილოსნებთან დაკავშირებით როგორც ვახსენეთ თუ ლოცულობენ მაშინ ლოცვის შემდეგ მოდის ეს მიცვა თუ არ ლოცულობენ და არ აქვთ საშუალება ან არ შეუძლიათ რომ ილოცონ და ამ შემდეგ მაშინ ეგრევე როგორც გაიღვიძებენ თუ არა მიცვა აქვთ კიდუში და სეუდა მიირთვას ამის შესაბამისად არ შეიძლება არაფრის ჭამა მამაკაცებისთვისაც როდესაც გამოვილოცავთ ჩვენ შაბათის შახალეთის ლოცვას ეგრევე ჩამოდის მიცვა ჩვენზე რომ გავაკეთოთ შაბათის სეუდა კიდუში და სეუდა შესაბამისად დაწყება არის გათენებიდან ანუ მზის ამოსვლიდან შუა დღემდე ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩავიხედოთ კალენდარებში ყოველ კვირას, ყოველ ზამთარში და ზაფხულში და ასე შემდეგ იცვლება დროები, რა თქმა უნდა და კონკრეტულ დროს ვერ ვიტყვით, ამიტომ შესაბამისად რო არ შევცდეთ და რამე დრო არ გადაცდეს და ასე შემდეგ, ყოველთვის ყველა მიცვასთან დაკავშირებით, რასაც დროებთან არის დაკავშირებული, შმა ისრაელი, ლოცვის დროები, შაბათი, ყველაფერი სანთრისანდება და ასე შემდეგ, რაც ყველაფერი დროზეა დაკავშირებული ყოველთვის რა თქმა უნდა ვიყოთ უნდა ყურადღებით და ჩავიხედოთ ყოველთვის კალენდარი იმ ადგილმდებარების მიხედვით, სადაც ჩვენ ვიმყოფებით მაგ შაბათს, მაგ მიცვის დროს. საქართველოა თუ ისრაელია თუ რუსეთია თუ ნებისმიერ ადგილას არ აქვს მნიშვნელობას, ყველას თავის კალენდარი აქვს, ყველა სახელმწიფოს და შესაბამისად მივყვეთ კალენდარს. და მეორე მიცვა არის, მეორე სეუდის მიცვა არის გათენებიდან შუა დღემდე. სანამ წერია შუა დღე კალენდარში, რა თქმა უნდა, დროები იცვლება. მესამე სეუდის მიცვა მოდის შუა დღიდან მზის ჩასვლამდე. ეს არის მიცვა მესამე სეუდის. ამიტომ როგორც შულხან-არუხი წერს, რომ თუ ადამიანმა გააკეთა მესამე სეუდა დილით, სანამ შუა დღე დადგებოდეს, ვერ შეასრულა მიცვა. მესამე სეუდის მიცვა უნდა იყოს შესრულებული შუა დღიდან მზის ჩასვლამდე. შესაბამისად ეს არის სამი სეუდის ძირითადი წყარო, საიდან გვაუღალებს თორა. რაც შეეხება თვითონ ალახებს, სამი სეუდა, როგორც ჩვენ ნებისმიერ სეუდაზე წერია თვალაში, როგორც ჩვენ აქამდეც ვახსენეთ კიდუშთან დაკავშირებით, რომ ადამიანმა უნდა შაბათ-დღეს მიირთვას სეუდა ის, რაც მას სურს. რა თქმა უნდა, ალახას აქ რჩევებით, თუ ყველაფერი გვიყვარს, როგორ და რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ თუ ადამიანს რამე არ უყვარს, კერძია, ან ხორცი არ უყვარს, ან თევზი არ უყვარს, ან ასე შემდეგ, თორაში წერია რა, რომ შაბათი დღე არის
თუ რა თქმა უნდა ყველაფერი გავაკეთეთ და მოვემზადეთ ისე როგორც ჩვენ გვსიამოვნებს, წერს შულხანაროხი რომ ერთი რამე მაინც არის რა, ყველასთვის ერთი და იგივე და ვალდებულება არის ეს რომ გავაკეთოთ, ეს არის სეუდისთვის სეუდის გაკეთება პურზე, პურით. რომ ჩვენ გვავალებს თორა ყოველი სამი სეუდიდან ყოველი თეული სეუდა გავაკეთოთ ჩვენ პურით და ყველა ისრაელის შვილმა ვინც მაგიდასთან მიმყოფებით უნდა მივირთოთ ყველაზე ცოტა 26 გრამი ქეზაითი პური, 26 გრამი მინიმუმ, ეს არის ყველაზე ასე თქვათ მინიმალური, მაგრამ საუკეთესო ვარიანტი არის რა 54-56 გრამი, რასაც ქვია ქებეიცა. ეს ყველაზე მინიმალური ამდენიც უნდა მივირთოთ ყოველ ისრაელის შვილმა. შესაბამისად თორა გვავალებს რა სეუდა პურით გაკეთებული არის ყოველი სეუდა, რომელსაც მივირთოთ ჩვენ ამ რაოდენობის პურს. რაც შეეხება თვითონ ამოცის მიცვას, ჩვენ გვავალებს შულხანაროხი რომ გავაკეთოთ ამოცის ბერახავ თქვათ პურზე, არ ჩაოლებრი, არა უბრალოდ პურზე, დაჭრილიზე და არაფერ ნიშნობა რა, ამეთ ჩვენ თორა გვავალებს რა კარგია ჩვენ თლიან პურზე ვაკითხოთ, რადგანაც ფარაშეთ მანში წერია რა ლეხემ მიშნე წერია მიირთვით ლეხემ მიშნე და თორა ხსნის რას ნიშნავს ლეხემ მიშნე არის თითქოს და გამრავლებული პური. რას ნიშნავს გამრავლებული პური? რომ შეიძლება ჩვენ არ ვჭამოთ ორი პური, ავიღოთ ორი პური და ორივე არ ვჭამოთ, მაგრამ საწყისი ან ბერახა ამოსი ლეხემ ინჰარեց უნდა ვაკითხოთ ჩვენ ორ თლიან პურზე. შესაბამისად თორა გვავალებს რომ ჩვენ ვაკითხოთ ყოველთვის ორმთლიან ხალაზე და აქაც არის და მნიშვნელოვანი მიცვა წერს შულხანაროხს სანამ განვიხილავთ უფრო დეტალურად სეუდის კანონებს არის ვალდებული ყველა ისრაელის შვილის ოჯახში ასე ვთქვათ ვალდებული იმის სიტყვით იყენებს თორა რომ კარგია რომ გავაკეთოთ ჩვენ შემდეგი მიცვა, ეს არის ჰაფრაშეთ ხალა. შაბათამდე კარგია ყველა ისრაელის შვილის ოჯახში, მანდილოსნებმა, მით უმეტეს ეს მანდილოსნების მიცვა, როგორც თორა ავალდებულებს ისრაელის შვილის მანდილოსნებს, რომ გამოყონ ხალის მიცვა შეასრულონ, გამოყონ ხალა და მაგ ცომისგან დაამზადონ შაბათ დღესთვის პური. რატო უნდა გამოყონ მანდილოსნებმა? რამოდენიმე სიტყვით რომ მოვიყვანოთ. ერთ-ერთი მიზანი რაც არის მოდის ადამი და ხავადან, თქვენ თორაში რომ გამჩება შექმნა იდეალური ასე თქვათ დედამიწა და ჩასვა მაგ ასე თქვათ იდეალური დედამიწაზე მოიყვანა ორი ადამიანი და თითქოს და ეს იყვნენ დედამიწის ხალა, ანუ რაღაცა ნაწილი დედამიწიდან. გამჩება შექმნა დედამიწა არა უბრალოდ არსებობისთვის რომ იყოს ლამაზი დედამიწა, არამედ დედამიწა შექმნა რა თქმა უნდა ადამიანებისთვის და პირველ რიგში რომ ამ ადამიანებმა შეასრულონ გამჩენის მიცვები. და ადამიანებმა პირველივე წყვილმა, ასე თქვათ, პარასკევ დღეს შეიქმნეს წყვილი და პარასკევ დღესვე შესწოდა და პირველი ცოდვა ჩაიდინეს, როგორც ყველას ეს ცნობილია, მანდილოსანმა მიუტანა მამაკაც ის ხილი, რომელიც გამჩემა თქვა რომ ამ ხედან ეს ნაყოფი არ შეჭამოთ და თითქოს და პირველი დანაშაული ვინ ჩაიდენა, როგორც წერეთ თორაში, მანდილოსანმა. რა თქმა უნდა, დანაშაული რივეს ჩაეთვალათ, მაგრამ ვინ მიუტანა მამაკაც რომ ეჭამა, მანდილოსანი იყო. შესაბამისად, თორემ გამჩემა უთხრა ხალას, რომ შენ ასე თქვათ იყავი მონაწილე, რომ ხალა ან დედამიწის ხალას, ანუ ადამიანს დაეხმარა ცოდვის ჩადენაში. და ასე თქვათ ამის მერე დაწესებულია რომ ჩვენ ანუ მანდილოსნები ჩვენ ყველა ოჯახში ასწორებენ ამ მიცვას, ასრულებენ თიკუნს, ასაც ქვია ხავას თიკუნს, რომ გამოყოფენ ხალას და ამით ყოველი მიცვით უფრო გამჩეს უახლოვდებიან, უფრო ასწორებენ იმ მიცვასაც, ცოდვასაც ჩადენილი იყო და სხვა ბევრ ადგილზე კიდე წერია რომ გამჩენმა ბევრი მიცვა დავალა, რა თქმა უნდა, მამაკაცსაც და არანაკლები მანდილოსანსაც. მაგრამ სამი მიცვა გამოყოფილი ასე თქვათ მანდილოსანისთვის თორას, ეს არის ოჯახური სიწმინდე,
მეორე არის შაბათის ზამთრების ანთება და მესამე რომ შეეცადოს მანდილოსანმა ყოველთვის გამოყოს ხალა. რა თქმა უნდა, დღევანდელ დღეს აღარ არის მიღებული ოჯახში რომ გამოიყოს ხალა, უფრო ხალხი მიჩვეული აქვს მაღაზიაში შეიძენიან პურს და ასე შემდეგ, მაგრამ თორა მაინც უბრუნდება ამ საკითხზე, იძახის რომ შაბათს მაინც, რომ ასე ვთქვათ, უფრო ბევრ მიცვაში იქნება, ასე ვთქვათ, გარეული მანდილოსანი მონაწილეობას მიიღებს და ეს ძალიან დიდ როგორც ზოარის სახელითაც მოყავთ, რომ ძალიან დიდი სიწმინდე შემოდის ოჯახში, როცა მანდილოსანი ამ მიცვას ასრულებს. შესაბამისად, კარგია დაამზადოს მანდილოსანმა მოზილოს ცომი, გამოყოს ხალა და ამ ცომისგან დამზადდეს შემდეგი შაბათისთვის ხალები. რაც შეეხება თვითონ ხალებს, უნდა იყოს ხალა პურის სტატუსით, წერს შულხან არუხი, რომ რას ნიშნავს პურის სტატუსით, თუ ადამიანი, ან მანდილოსანი როდესაც მოზილოს ცომს, შეიძლება მამაკაცმა მოძილოს, ხო, ეგეც არ არის პრობლემა. ძირითადად მოყავს შულხან არუხის მანდილოსანი, მათგანაც მათი მიცვა. თუ ჩამატა, ასე ვთქვათ, საგრძნობლად ბევრი შაქარი და სიტკბო მისცა ცომს, შესაბამისად მაგას ანუ ცომს თვითონ ასე ვთქვათ პურსაც ექნება ბევრი სიტკბო და სეფარადები, მით უმეტეს სეფარადები ალახის მიხედვით, უკვე თუ საგრძნობლად იგრძნობა რომ ტკბილია პური, შეიძლება გადავიდეს პურის სტატუსი ნამცხვრის სტატუსში, ან ბულკის სტატუსში. არა პური, მოკლედ, ხო? შესაბამისად, ჩვენ მაგ მიცვას შევასრულებთ, რომ ჩვენ გავაკეთეთ მიცვა შაბათის სეუდა ორ ხალაზე, არამედ გამოდის, რომ ჩვენ გავაკეთეთ მიცვა ორ ნამცხვარზე. შესაბამისად, მაგ მიცვას ჩვენ ვერ შევასრულებთ. ამიტომ წერს შულხან არუხი, რომ უნდა იყოს ხალა პურის სტატუსით, არ უნდა იყოს ტკბილი. ცოტას ამატებენ, მაგრამ ცოტა იმდენი უნდა დაამატოს ადამიანმა, რომ როცა მიირთმევს ადამიანი ვერ გრძნობდეს სიტკბოს. ამატებენ ცოტათი, მაგრამ არ უნდა იგრძნობოდეს საგრძნობლად. შემდეგ რაც შეეხება როგორც ჩვენ ვახსენეთ, ვაკურთხებთ ჩვენ ორ მთლიან პურზე და როგორც ჩვენ ვახსენეთ, თითოეული პური უნდა იყოს ყველაზე ცოტა ქებეიცა. 56 გრამი მაინც უნდა იყოს თითოეული პური. რა თქმა უნდა, ყველას მიღებული აქვს უფრო დიდ სვაც ხოვთ, მაგრამ ეს არის შულხან არუხს მაინც მოყავს ალახა, რომ ყველაზე ცოტა უნდა იყოს ყოველი თითოეულის ჭამით, რომ ჩვენ შემდეგ ვიქნებით ვალდებული ვაკურთხოთ ბირქათ ამაზონი. ამიტომ შესაბამისად ყველა ხალა სამი სეუდიდან როცა ორ-ორს ვაკურთხებთ, ყველა ხალა უნდა იყოს თითო მაინც 56 და უფრო მეტი. რაც შეეხება ხალას, უნდა შეეცადოს ადამიანი ერთ-ერთი სგულა ფარნასასთვის, რომ დააცხოს მანდილოსანმა, ან თუ მამაკაცი აცხობს, ეგეც არ არის პრობლემა, ლამაზი ხალები, რომ ლამაზად იყოს. იმის მიუხედავად შეიძლება იყოს პურის სტატუსი ქონდეს, ხალა მაინც გამოვიდეს, კარგი ადამიანმა გაალამაზოს. იქ კვერცხით ამალამაზებენ ცოტათი ზემოდან, სუმსუმია, ბევრი სილამაზე და ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, მანდილოსანმა უფრო მეტი იციან, წერს შულხან არუხი, რომ იყოს ხალები ლამაზი, განსაკუთრებული და არა ისეთი, რომელსაც მიირთმევენ ყოველ დღე. რომ თვალს უფრო სიამოვნებდეს და დღეს გრძნობდეს ოჯახში და დღეს შაბათია, დღეს განსაკუთრებული დღეა და შესაბამისად უფრო სეუდაც იქნება განსაკუთრებული. რაც შეეხება თვითონ შაბათის სეუდას, როდესაც ჩვენ მივირთმევთ, ყველა ისრაელშვილი როგორც ვახსენეთ, ვალდებულია რომ მივირთვათ ჩვენ მინიმუმ 56 გრამი პური, შესაბამისად ჩვენ გვაქვს მიცვა ამის შემდეგ, როცა სეუდას დავამთავრებთ, გვაქვს ჩვენ მიცვა ბირქათ ამაზონის მიცვა. რა თქმა უნდა, წერეთ რაში რომ სამ ბირქათ ამაზონს აკურთხებს ადამიანი, კარგია ჩვენი სუფრა იყოს შულხან არუხ ქვია მაგას, რატო ქვია შულხან არუხ, რომ უნდა იყოს სავსე, ასე ვთქვათ, მიცვებით. რას ნიშნავს სავსე მიცვებით? პირველ რიგში წერს შულხან არუხი, რომ რაც არ უნდა ადამიანმა ასრულოს მიცვები, თუ და მაგ დროს სხეულსაც სიამოვნებს მიცვა, მაგალითად ადამიანი მიირთმევს რამეს შაბათ დღეს, წერეთ რაში რომ უნდა დააფიქროს, რომ მივასრულებ მიცვას. არა მარტო ის, რომ მე ხან სიამოვნებს რომ მივირთმევ რამეს,
ეს შეიძლება ყოველდღიურად ვაკეთებთ ამას და არ ვაფიქრებთ რომ რაღაც მიცვის სახელზე ვაკეთებ, არამედ წესროლა რომ შაბათის საყოდები და ყველაფერზე, როცა ამის მიცვას ვასრულებ და ამას მივირთმევთ მიცვის სახელზე, კარგია წინასწარ გავიფიქროთ რომ მე არა მარტო რომ მივირთმევ, არამედ მე შაბათის სახელზე მივირთმევ. შაბათის სეუდას მივირთმევ და მიცვას ვასრულებ თორიდან. ასევე არის რა სავალდებულო და კარგია ვიმღეროთ შაბათის სიმღერები, რომ იყოს გალამაზებული ჩვენი მაგიდა, შაბათის მაგიდა და ემჩნეოდეს რომ ეს არ არის უბრალოდ ჩვეულებრივი მაგიდა, არამედ განსხვავებულია და თუ ჩვეულებრივ დღეს ჩვენ მივირთმევთ უბრალოდ, კარგია რომ ჩვენ ასე ვთქვათ, შევამკოთ ასე ვთქვათ სხვადასხვა სიმღერებით, რაც შაბათისთვის არის განკუთვნილი. და ასევე მესამე, რასაც თორა გვავალებს და ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველი სეუდა არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის ჩვეულებრივ დღეა თუ შაბათი, მაგრამ შაბათს განსაკუთრებით, რომ ყოველ სეუდაზე იყოს დივრე თორა, რაღაცა ასე ვთქვათ თორიდან მოყოს ადამიანმა, რადგან წერეთ თორაში რომ ეს ერთ-ერთი ნაბიჯია, რაც არის დანიშნულება, რომ იმ ემჩნეოდეს, რომ ეს არის გამჩენისთვის სეუდა გაკეთებული და არა უბრალოდ ჩვენ ვისი ამოვნით. ეს არის შაბათის სახელზე. რომ ადამიანმა რამე თორიდან მონაკვეთი მოყვეს, არა აქვს ვალდებული რომ იმინა რაღაცა მოყვეს, რა თქმა უნდა, რაც უფრო მეც გავამრავლეთ თორას მით უკეთესი, თუ რამე ადამიანს არ შეუძლია, ყველა ისრაელის ოჯახში მოიძებნება ან ხუმაში, ხუთწიგნეული თორა, გამოიღოს ასე ვთქვათ და ერთი წინადადება მაინც წაიკითხოს, ან თეილიმი წაიკითხოს, ეგეც დივრე თორაში შეეთვლება, ანუ ნათქვამი თორაში რომ რაც შეიძლება უფრო მეტად შევამკოთ ასე ვთქვათ სიწმიდით ჩვენი მაგიდა. და ბოლოს რაცაც შულხან არუხი გვასწავლის, ყოველი შაბათის სეუდის ბოლოს, როცა ვაკურთხებთ ჩვენ ბირქათ ამაზონს და ჩვენ მიცვა თორიდან ყოველთვის დავჭამთ პურს, ვაკურთხებთ ბირქათ ამაზონი და რა თქმა უნდა შაბათსაც, შაბათს განსაკუთრებული ისა გვაქვს, რომ ჩვენ ვამატებთ შაბათის ჩასამატებელს. და წერს შულხან არუხი, რომ თუ ჩვენ დაგვავიწყდა და არ ჩავამატეთ შაბათის ჩასამატებელი ბირქათ ამაზონში, წერს შულხან არუხი, პირველ და მეორე სეუდაზე თუ არ ჩავამატეთ, უნდა ვაკურთხოთ ხელახლა. რადგანაც წერეთ თორაში, რომ ჩვენ ვაკურთხებთ ახლა ბირქათ ამაზონს შაბათის სეუდაზე, თუ ჩვენ შაბათის სახელი არ ვახსენეთ ბირქათ ამაზონში, ეს არის ჩასამატებელი მესამე კურთხევის ვეთინე იერუშალაიმის ასე ვთქვათ ბერახამდე, სანამ დავამთავრეთ მაგ ბერახას, ანუ რახემი ეწოდება. ეს არის ჩასამატებელი რეცე ლეჰახალიცენო, ესე თქვია ჩასამატებელს, შაბათის ჩასამატებელია. თუ არ ჩავამატეთ ეგ, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ პირველ, ანუ პარასკევას საღამოს სეუდაზე თუ არ ჩავამატეთ და შაბათ დილით თუ არ ჩავამატეთ, უნდა დავუბრუნდეთ ხელახლა ვაკურთხოთ ბირქათ ამაზონი და ჩავამატოთ შაბათის ჩასამატებელი. წერს შულხან არუხი, თუ არ ჩაამატა ადამიანმა მესამე სეუდაზე, ეს პრობლემა არ არის. რადგანაც ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ არ უნდა დაბრუნდეს მესამეზე და მეორეზე გვაბრუნებს თორა, რადგანაც ჩვენ უკვე დილით უკვე გამოვყავით დილის სეუდაზე, კაფეოთ დავაფიქსირეთ, რომ დღეს მე რასაც მივირთმევ შაბათის სახელზე მივირთმევ უკვე და შესაბამისად უკვე თუ მესამე სეუდაზე გამოვტოვე, არ არის იმდენად დიდი პრობლემა. რადგანაც დილით უკვე ვაკურთხე მე შაბათის სახელზე ბირქათ ამაზონი. ამიტომ ერთ-ერთი ახსნა, ბევრი ახსნა აქვს მაგასთან, მაგრამ ერთ-ერთი ახსნა იგავს. შესაბამისად, პირველ და მეორე სეუდაზე თუ დაგვავიწყდა, უნდა დავუბრუნდეთ და მესამე სეუდაზე არ უნდა დავუბრუნდეთ. ეს იყო ასე ვთქვათ ძირითადი თემა, რაც შეეხება შაბათის სეუდას. ბეზარათ ჰაშემ გამჩნევა მრავალს დაგვასწროს, ჯანმრთელად, ბედნიერად, მრავალ შაბათს დაგვასწროს და მრავალი მიცვები შეგვესრულებინოს გამჩენის წყალობით. დროებით.